ამას დარწმუნებული ვარ, ერთი წიგნიც არა აქვს წაკითხული და გადმოუგდია აქ ძუძუ. სად მაქვს ძუძუ? თორე ვინ დამასწრებდა? ამაზე ლამაზი და პატიოსანი არ გაღირსოთ ნაცებს ოჯახში. დან დან დარამ დამ დამ დარამ დრან დან დან. როგორ უნდა შეჭამო ეგ მზესუმზრა, როდესაც პირდაპირ ერთ ადგილას ადევს ტიტველს. მანდნადები შენ ჭამე და შენ ნიანებს რან ჭამე. რამდენი ზესუმზრა გააფუჭე. კახვა. შენ ჭამე ცეცხლი, ჩემიანებს ვაჭამე სულ ეგ მზესუმზი. შენ არ ყბადაღებულს მარტო ის გადარჩენია რეკლამაში გაიხადოს. კენტავრი ხარ, ოღონდ პირიქით თავი გაქვს ცხენის და ტანი ადამიანის, ანუ ცხენი ლამაზი ცხოველია, მე ძალიან მომწონს, მადლობა. ნუ კი მარცხენა ხელით ამ კომენტარს გწერ და მარჯვენა ხელი დაკავებული მაქვს. ნუ კი შენ მარტო ბოზი კი არა, სექსუალურიც ხარ. ეხა აი აქ მაინტერესებს შენთვის როგორი სხვაობა აქვს? ანუ შენ თვლი რომ აი ეს პირველი სიტყვა ბოზი უფრო კარგია ვიდრე სექსუალური? არ ვიცი. კარგი სექსუალურიც ვარ. სტეფანე, ბევრმა ტრაკის თამაშმა ქართველი კაცის მუშტი იცისო. ანგი ღვარის, ანგი. დადი თავი დაგვანებე, მოგბეს და შენი უცხოური ჩხავილი. ერთი სული მაქვს, როდის ამ შოუდა. ნევა, ევა. ეს კონდრის კაცი თავს იშტერებს თუ მართლა შტერი? შტერი თავი გაბია. ნინიშა პროვინციალო უზრდელო, დედას გევხარ, თავ გაუკონტროლებელო. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მიეცი ცოტა საჭმელი, რა გამხდარია დედა, ყავს შვილო? ესე იგი, დეჩემ ძალიან მსუქანია და ეტყობა მაგიტო არ მაჭმევს, რომ მეც არ გავსუქთე. ანდრი შენზე ამბობენ ჩაცუცქული ფსავსო. ჩაცუცქულის რა გითხრათ, მაგრამ ხელთათმანებით ნამდვილად ფსავ. შემიძლია გაჩვენოთ ამ? ხელთათმანები. იმედია დაფერცხვას არ გადაიღებ. სხვისი მოტკეცილი თუ მოჭერილი შარვლების ყურებას ჯობს თავს მიხედო, რომ მალე შენ არ მოგიჭირო. დამშვიდით, მე თვითონ მოვიჭერ. თომა გიორგი, არ მგონია რაღაც შენს ბებია ბაბუასთვის BBC-ს დედოლაითებზე მოსჭროდეს თვალი. მეტიც სულაც არ ვთვლი, რომ კარგი წამყვანი ხარ. და ერთი შენიშვნაც, ტივიში მუშაობას გენეტიკა კი არა, კარგი ნაცნობი უნდა. აი ხო მივხვდი, რატომ არ ვარგივარ წამყვანად. ვინმეს რო ვიცნობდე. აი ჯულიეტა ვაშაყმაძეს მაინც რო ვიცნობდე, ხო რაღაც გამოვიდოდა ჩემგან. მაპატიოს ღმერთმა ერთი გამოქლიავებული, ამბიციური და კაც რომ არ შეეფერება, ისეთი ტყლარჭია ტიპის დაბეჭდილებას ტოვებს. ღმერთმა მაპატიოს და ანუ ეს ძალიან ცუდი კომენტარია. კატას ესე არ უნდა მოიყურო. მაგრამ ხო აუტანელი ვარ, რა თქმა უნდა, საუბარი აუტანელი ვარ და ასე შემდეგ. გირჩევ კაპრიზები დაივიწყო, თორემ მარტოობისთვის განწერული ხარ. ასაკი ხომ იცი თავის საშუალება, დარჩები მარტო კატასავით. ნუ რა შემიძლია ვთქვა ამაზე? აბსოლუტურად მართალია ის ვინც ეს დაწერა. მარტოობისთვის განწერული თუ ვარ, დიდი პრობლემა მაგაში არაფერი არ არის და ნუ მარტო კატასავით არა, მარტო მინდვრის თაგვივითა. ვაი თქვენს პატრონსია. მაგარი აუტანელი ხალი იქნები შენ და შენი კატა. მე რო ტარიელის ადგილას ყოფილიყავი, ჯერ დავყლავდი მაგ კატას, მე კარგად გავყუტავდი, მოუხარშავდი და საცივს დავამზადებდი საყვარელი იასთვის. აუ რა, ვიღაც არის სერიოზული მის არის რა, სადისტია, არც კი გწხვენია რა. ნანკა, არ მესმის ჯვარი რატომ არ გაქვს დაწერილი? შეიძლება ადამიანს არაფერი არ გწამდეს და მუდმივად ცოდვაში იცხოვრო? ერთი ჩლიფინა გოგო ხარ, მეტყველება შენ არ გივარგე და ფეხების გაფარჩხვა ჩვენც ვიცით. გილოსავთ. კარგად გაფართხულიყავით. ჩემს მეზობლებს ვერ ვაჯერებ, რომ ქალი ხარ, შეცხენქალა. კაციაო ქალად გადაკეთებული, ასე მეონერვიან. ქალბატონო, კარგით რა, რატო აბაზრებთ ამ ყველას? მარტო დედა ჩემმა იცის ეს ყველაფერი, მამა ჩემაც არ იცის. ერის გარყმის გარდა რა სარგებლობა მოგაქვს თუ დაფიქრებულ ხარ? ვფიქრობ და აი
მართლა ვერ ხვდები რა სარგებლობა მომაქვს. ალბათ ჩემი დანიშნულება ეს იყო, რომ ერი უნდა გამერყნა, არ ვიცი. რა ტვინი წაიღე შენი ვოკალით, გაითხარე კოდავა ისე ინსტრუქციას თუ მიაწერ თეს ვოკალისტებმა როგორ გაითხარონ ვოკალი, კარგი იქნება მე მგონი. აი რისთვის წასულხარ შეძუკნავ ევროპაში. სერიალიდანაც გისწრიან მალე და ირჩინე თავი მინეტით. ან მუცლით მეზღაბრეობით, ან ჩხიბავობით, ან რამე ეგეთი არ ვიცი. ახლა ეს ქალი ცნობილი და რატოა ვარსკვლავი. რატოჟე мне ეველინა ხრომჩენკო, რაის ექსპერტი. რა იყო რა, ეველინა ხრომჩენკოზე უკეთესი არა ვარ?